ერთ-ერთი მომენტი მინდა გახსენოთ, მომენტი რა ძალიან ჩვენთვის სასიხარულო და ყოველთვის დაუვიწყარი. ასანიძე, როგორც ვიცი, წინა დღეს იყო ტრავმირებული. წინა დღეს საერთოდ ისე ხო, იმ პერიოდში და აი რა მოხდა მაგ აი რა ჩაატარეთ. რა თქმა უნდა, გრიქუროვთან ერთად. ესე იგი, მე და ასანიძე გრიქუროვი ცხოვრობთ ერთ სართულზე. მინისტრთან და ოლიმპიური პრეზიდენტთან ერთად და სამედიცინოში გავიდა. გაკეთებს სოყოთი დამაქ ხოლმე ეს პატრიარქის მოცემული ხატები და რომელზეც კუთხემა გაკეთებული, ვისაც უნდა შევიდეს ილოცო სანთელი დაამტო ისე და ასე შემდეგ. ნაკურთხი წყალი და რა. ხო და მახსოვს რომ საერთოდ ასანიძე წინა წელს გახდა სოფლიო ჩემპიონიც, ევროპის ჩემპიონიც და ნუ მე ტრავმა მიიღო, მაგრამ ლიცენზია ჰქონდა და ნუ ფაქტობრივად მისგან არავინ არ ელოდა ალბათ თავის და გრიქუროვის გარდა იმას. თუმცა ოქროზე, იმიტომ რომ პიროს დიმასი იყო, ახალგაზრდებში კი სოფლიო ჩემპიონები იყვნენ, თურქები, პოლონელები, რავი, ძალიან ისეთი გუნდი იყო რა, ლიცენზია აღებულები. ხო და ზიადაურმა რომ მოიგო მეცვა ყვითელი ფერის, ოქროსფერი ისა, მაისური რაღაც. რომელიც რომ მოიგო, ნუ აი ყველამ რატო ჩაიწვიეს ყვითელი და მეთქი ოქროსფერია ისა და ამანაც გაიგონა და ეს თან ზიადაური ცალფეხა იყო, ხაბარელი და მე ცალკე უხოვდით ფეხებს და რავი ჭრილი გამოჭრილი და აბზარული რავი. თან მაშინ ეხლა 20 წელი გავიდა იმისვედი და მაშინ სხვა ტექნოლოგია ეხლა იმ ფეხს სულ რომ მოტეხება, მაინც უფრო მაგრა ვაჭიდავე ფეხა ვიდრე იმას. მაშინ რო იყო. ხო და მოკლედ რომ გავედი ეს გაწყვეტა, ეს მოვიგეთ ხო, ოქრო და ეს მაისური გახდა, უკვე რაღაც ფილის მასავით, მაგრამ აღარ ჩავიცვი. და შევინახე მაშინ. ხატო არსებობს მაგას. შენახული ხო, მაგრამ შენახული მაქვს ხა ეს, ხო და საღამო არის რა და მოვედი და მეორე დღეს გამოდის ასანიძე. ხო და ნუ არაფერი ისა და დოპინგი გვიან მოვედი, ვიღაცა დოპინგზე მყავდა, გვიან წაიყვანეს და სანთლის სუნდი მეცა რა და აი შევხედე და ასანიძე იყო ღამია. და აი მივხვდი რომ რაღაცა იქ ტრადიციულ რაღაც თავის იმას აკეთებდა რიტუალებს და მის აი ქმედებაში, მის რაღაც ხა აღარ მინდა თქვა იქ მოთხოვნაში და თავისასე უნდა დახსარება რაღაცა, მივხვდი რომ მოტივაციას აკეთებდა რა. არაფერი არ უთხარი, ჩუმად შევიყარე, დავწეკი დავიდი. მეორე დღეს სხვა იქები მიყვებოდა ესე ვქონდა ხა ყველგან ხო არ ვივიდი 4 იქები მყავდა და მე გადანაწილებული ვყავდა იქა რომ შემოყო თავი და კონდიციონერი განცხადეთ 40 გრადუსია ძალიან ცხელა და გარეთ გასვლა თავი არ მოგდა შემოყო თავი უკან გრიქუროვი დგას დესეკეთებოდა ველოდები მეთქი რომ აწოლოს მერე წამოვალ დროშას ავიღე და დღეს ვისაუბრა ამან არის რომ მე წინა დღეს მისი ეს რიტუალები და ისინი ნანახი მაქვს არც უნდა იმიტომ რომ მეც ისე ვარო ვიცი რომ ცალხელაა და ან ფიზიოს აპარატი მაქვს წაღებული ნემსები რაც საშუალება იყო ყველაფერს უკეთ ხო და ისო რასაკეთებო მოვუთხარ წევარ მეთქი ავდგები არაო ეხლა ადგებიო მე გავდივარო აიო სალფეტკის ფურცელზე ქონდა ჩამოწერილი ისა მახსოვს რეები ქონდა ბულიონი ქონდა, ისეთი ქათმის ბულიონი, ცხელი უნდა და წონას რო იმაშვებოდა, ქათმის ესეთი ფილეები, ბანანი. ბევრი ისეთი არაფერი, პინპილი, რატო ბულიონი ჩასაღრა. მახსოვს ეს ფურცელი რაც იყო და ეხლა ადგებიო. აი მას ყველაფერს მე რო ცხელი შემხვდი, დაწონას ხო თავის პროცედურა, დაწონის მე რო ეჭავდა, მე შემ ყოველ ავტობუსებში ყოველ ნახევარსაათში 15 წუთში დავდივარ. და იმ ყვითელ მაიკას ჩაიცვამ ზიადაურზე რაც გიწვა. გუში როგაც რა. არა, გუში და 3-4-ია დასული, ხო. ხო და ის ამას არ ეწევში, ხო სეტკებია ოლიმპიადაზე ჩადევდა, მე რეგი ჩადევდა რეცხავი და მეზარებდი იმდენი მაიკას ყიდულობდი ოლიმპიურ სოფლიოში რა თქმა უნდა, მაგრამ თან ეს მაიკა ის ყვითელი იყო ყოველგვარი წარწერის გარეშე. ლაიკის მაიკა, ჩვენ არ ჯორჯია ეწერა, არც ემბლემა, არაფერი. უბრალოდ აი ფერის ოქროს ფერთან დაკავშირებით რაღაც შამანური ის ჰქონდა ხილვები მეცა და ხო და აღარ დაუწყე ხა ავდექი რავი რაცა რომ მივისხი რაღაცა რომ ცოტა ჰიგიენურად ყოფილიყო ჩავიცვი ეს ფურცელი დამიდო და მე ვთხარი ექიმი მეტი და უჩიდო მე სიზმარი ვნახეო მე ოქროს ვიღებოდა ის ექიმი არ იყო სიზმარში შენ იყავიო დახტოდი გიგივით რა უნდა უთხრა აი იმიტომ გეუნდები იმ დღეს შეიძლება მოხდეს წავედით მივედი ეს ყველაფერი ისაქნა მოიდა მე აბაიკა ცხენის დოზა ლიდოკაინები რაღაცები გამაყუჩებლები ცალხელა იყო, რაგას ესე რომ ხუღებოდი და
და მაშინაც არ ქონდა ეიპი და აკურატორი ხა იმ ხელისისა შეიძლება და ხელოვნური ყესების და ეს აღგეონე 20 წლის წინანდელი ამბო დღეს ეგ პრობლემა საერთოდ არა მაგ ცალხელა ბეკაურიძე მოვიგეთ ოლიმპიადა ხო ხო ეგ ცალკე ხო და აი ნახე შენ და აი ეს რო გაუკეთე ყველაფერი მოიწინე ახლა ნახე ამათ რას უზამ შენ და გავიდა მის უკნა რა ანუ იმ დღეს უნდა გააკეთე მაგას ვამბობს ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ იმ დღეს აი ხო გეუბნები საწყალი გრუქუროვის ან ასანიძის გარდა მეც იმ მელემეულო მომენტში აი ზუსტად ეს რასაც გიყვები ეს რომ ვავსებდი ტვინში ამას ყველაფერს რა ყვებოდა და მის სახეს რომ მივხვდი რომ მომგები იყო და ბოლო იყო ყველაზე ისეთი რომ ყველა მისვლა გაკეთდა და მახსოვს ესეთი რა პიროს დიმასი მესამეა ასანიძე პირველი და ბელარუსი რომელიც გავიდა სოფელში არც ის მეტად საიღეს თვალია ოლიმპიური ჩემპიონი მოიყვანა ჩქარა მოდი დაჯილდოე ვერც აკეთე და რატომ მოხდა ეგ იცი შინელს ქონდა 3 მისვლა დარჩენილი მაგარი ჩინელი იყო რა და არავით ყველას გაეპახე კი არის მაგრამ ეს ხო ბოლოში წერია ეს ხაზი იქ ვიღაცა გააფუჭა და გაფუჭდება ხო ეს ხაზი ისვება რომ აღარ გამოდის ხა სოფლიერი მაგრამ შეიძლება ატაცში გააფუჭა მე აკროში გამოხდა აქ აზრი აღარ არის იმიტომ რომ მედალი ერთია აქ 3-ია მედალი ევროპა და ჩინელი რაღაც არავინ ამიტომ იმაში ვარ აჟიტირებული აღწყვირი ვარ და ჩინელი აქ კაპიშონი ესი არა ჩასახე ის ბრინჩეჭებს რა პატარა ლიფსტები უყრია რაღაც რო გავილი ხედავ ჩვენს ვინ არის რა საჭმელად მოვიდა მეთქი ეს და აი რო გამოვიდა და ყველა რო დაამტა 3 მისვლა და 3 მისვლაში 2 წუთით გამო ხო და 8 პირველი ისე ანუ რო მივიდა ისე წოდა რომელიც ჩვენ არ გვიშლის ხელს ოქროზე მაგრამ რო აწიოს და ისა და ყველა გაფუჭეს ვერ უმატებს და აი იქ წავიდა ანუ 8 წიოს დიმასი ვერ იღებს საბერძნეთში მეოთხემე და რაღაც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მეოთხე ბრინჯაო ასანიძე გადმოდის ვერცხზე და ნუ ბელარუსი გადადის მესამეს აი მე პირველად გავიგერდრულად ყველა ახლა ჩვენ ხვიო ვიგინებოდი ყველა ენაზე გინება ბერძნულად ყველა არაციო შენი დედა და ეჩი იო აი და თქვენი დედა აღარ და მესამე პირველი 2 იჩალი მაგრამ მესამე როგორ აქ რა იცი და თან სიჩუმე ხუნა ეს ხდება მისვლაზე ყველა ჩუმდება მაგრამ ვერ აჩერებენ თავი და აი და წადი თქვენ დააგდეთ ჩაიკეცება აღარ მინდა ნუ მაგინე თავი დამანე და უკეი მახსოვს ბოთლებს ვისრით ყველა შადა